რომლითაც ქრონიკა 8-ზე იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ჟენევაში მსოფლიო კონგრესზე წარადგინა. თეა წულუკიანმა ის მიდგომები მიმოიხილა, რომელთაც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანებისთვის მართლმსაჯულების ახალი კოდექსი ითვალისწინებს. მინისტრის განცხადებით, აქამდე საქართველოს ამ მხრივ საამაყო არაფერი ჰქონია, ახალი კოდექსი კი წულუკიანის თქმით რეგიონისთვის სამაგალითოა. ის სიახლე, რაც ჩვენ შევძელით, რომ შეგვექმნა ქართულ რეალობაში, არის მსოფლიოსთვის საინტერესო და რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის საინტერესო და აქ მსოფლიო კონგრესზე ისიც ითქვა, რომ თუ კი საქართველო იმ კოდექსის პროექტს, რომელიც ჩვენ შევიმუშავებთ, მიიღებს და კანონად აქცევს პარლამენტში, ეს იქნება მაგალითი, რომელსაც უნდა მისდიონ და გაიზიარონ როგორც ასომხეთმა, ასევე აზერბაიჯანმა და არა მხოლოდ უფრო ფართეგავებით რეგიონის ქვეყნებმა. კონგრესზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ახალი დოკუმენტი, რომელიც არის უწყების მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს კანონი სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.